მოგესალმებით პირდაპირ ეთერშია სამედიცინო გადაცემა იმპულსის სტუდიაში თქვენთვის ირაკლი ფარულავა მუშაობს. დღეს გადაცემაში ნახავთ. როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა ტრადიციული საახალწლო სუფრისა და ალკოჰოლის ფონზე. ალკოჰოლი, ჭარბი კალორიები, ქრონიკული დაავადებები და სხვა გართულებები. როგორ დავიცვათ ბალანსი ტრადიციებსა და ჯანსაღი ცხოვრების წესს შორის. ახალი წელი საქართველოში ტრადიციულად უხვის სუფრით, ხანგრძლივი დღესასწაულებითა და ოჯახური შეკრებებით აღინიშნება. ის რაც სიხარულისა და ერთობის სიმბოლოა, ხშირად სერიოზულ გამოწვევად იქცევა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. საქართველოში ახალი წელი ორჯერ აღინიშნება. რაც იმაში ნიშნავს, რომ კვებითი და ქცევითი ცვლილებები რამდენიმე დღით არ შემოიფარგლება. ამ პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება ცხიმიანი და მაღალკალორიული საკვების, ასევე ალკოჰოლის მოხმარება. სწორედ ამიტომ საახალწლო დღეებში იმატებს ჭარბი წონის, კუჭნაწლავის დარღვევებისა და მეტაბოლური პრობლემების განვითარების რისკი. განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო იმ ადამიანებისთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს. კვების რეჟიმის დარღვევა, საშობაო მარხვის შემდეგ კვების რაციონის მკვეთრი ცვლილება და მედიკამენტების მიღების რეჟიმის უგულებელყოფა ხშირად იწვევს არსებული დაავადებების გამწვავებას. დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ მოქმედებს საახალწლო სუფრა ორგანიზმზე, რა საფრთხეებს შეიცავს ჭარბი ალკოჰოლის მოხმარება და როგორ შეიძლება ბალანსის შენარჩუნება დღესასწაულის დღეებში. ვნახოთ ვიდეო და შემდეგ სტუდიის სტუმარი შემოგვიერთდება. საქართველოში ახალი წელი ორჯერ აღინიშნება, 1 და 14 იანვარს. ეს ნიშნავს, რომ საახალწლო სუფრა მხოლოდ ერთ ღამეს არ გრძელდება და ხშირად რამდენიმე კვირიან კვებით მარათონად იქცევა. ტრადიციულ სუფრაზე უხვად არის ცხიმიანი კერძები, ტკბილეული, ცომეული და ალკოჰოლი, რაც ორგანიზმისთვის მნიშვნელოვან დატვირთვას წარმოადგენს. სპეციალისტების თქმით, სწორედ ახალი წლის დღეებში მნიშვნელოვნად იზრდება ჭარბი კალორიების მიღება, რაც წონის სწრაფ მატებას იწვევს. ერთ დღეში მიღებული კალორიების რაოდენობა ხშირად რამდენიმე დღის რეკომენდირებულ ნორმას აჭარბებს. ალკოჰოლი საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია, თუმცა მისი ჭარბი მოხმარება ზრდის ღვიძლის, კუჭნაწლავისა და გულსიზრდეთა დაავადებების განვითარების რისკს. ექიმები გვირჩევენ ალკოჰოლი მივიღოთ ზომიერად, გავაზაოთ წყლით და არასდროს დავლიოთ უზმოზე. სპეციალისტების რეკომენდაციაა, რომ საახალწლო დღეებშიც შევინარჩუნოთ კვების ბალანსი, მივიღოთ მეტი ბოსტნეული, ნაკლებად ცხიმიანი კერძები, დავიცვათ პორციების ზომა და არ დავივიწყოთ ფიზიკური აქტივობა, თუნდაც სუფრის შემდეგ მოკლე სეირნობა. ამ თემაზე იმპულსის კითხვებს ოჯახის ექიმი თამარ დონდუა უპასუხებს. მოგესალმებით. თამარ, მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის და რა თქმა უნდა აქტუალური თემა, რომელიც პრაქტიკულად ყველას აწუხებს, იმიტომ რომ ახალი წელი მოდის, თან ხანგრძლივად გრძელდება ეს სადღესასწაულო სუფრა და მასთან დაკავშირებული გართულებები. რატომ განიხილება ზოგადად ორგანიზმისთვის ახალი წლის პერიოდი, განსაკუთრებულ დატვირთვად და რა საფრთხეები არსებობს ამ პერიოდში? დიახ, როგორც ითქვა სიუჟეტში, ორი ახალი წელი გვაქვს და გარდა ამისა კიდე ნათლიღება. ანუ ფაქტიურად 31 დეკემბრიდან იანვრის ბოლომდე 20 რიცხვის მაინც ფაქტიურად 20 დღის განმავლობაში ჩვენ ორგანიზმს უწევს განსაკუთრებული პირობებში ყოფნა და გამკლავება იმ სასურსათო შოკთან, რომელიც ჩვენ ტრადიციულად გვაქვს ამ პერიოდში. რატომ არის რთული ეს პერიოდი? იმიტომ რომ იზრდება არა მარტო რაოდენობრივი, არამედ იზრდება კალორაჟი მიღებული საკვების, ასევე არის ღამით კვება, ასევე არის ალკოგოლი, ჭარბი ცხიმი, ადვილად ათვისებადი ნახშირწყლები და ასევე სასმელი, ალკოჰოლი და მარილიანი საჭმელი. ერთ დღეში მიიღო იმდენი კალორია, რომ ნახევარის არაკსაც ხშირად შეადგენს. ნახევარი თვის, მაგალითად, ან ერთი თვის კალორია მიიღო რამდენიმე დღეში, მაგრამ საქმე რაშია, იცით, წონის მატება ამ დროს პირველი 3 დღე, ანუ 1-დან 3 დღემდე თუ ხდება ჭარბი კალორიების მიღება, ამ დროს წონის მატება არა, ძირითადად წონის მატება არის, იმიტომ რომ წყლის შეკავების ხარჯზე, იმიტომ რომ არ შეიძლება 3 დღეში 3 კილოგრამი მოიმატოს ცხიმის ხარჯზე ორგანიზმმა, მაგრამ თუ 3 დღეზე ზემოთაა და დაახლოებით კვირა 10 დღე გრძელდება ჭარბი კალორიების მოხმარება, აქ უკვე ცხიმოვანი ქსოვილის ხარჯზე შეიძლება იყოს წონის მომატება.
და რომელი საკვები აქვს თავი ყველაზე მეტად ესეთი დატვირთული და ყველაზე სახიფათო ამ თვალსაზრისით, რომ საკვები, რომელსაც აქვს მაღალი კალორიული ინდექსი, მაღალი გლიკემიური ინდექსი და ამ დროს შეიძლება გახდეს ეს ბევრი პრობლემის მომტანი. დიახ, კალორიულობით გამოირჩევა ფაქტიურად ყველა საკვები, რაც საახალწლო სუფრაზე დევს. ეს არის ცხიმიანი საკვები, ცხიმიანი ხორცი, ეს არის ადვილად ათვისებადი ნახშირწყალი, თავიდან არაფერი რო არ შევჭამოთ და ერთი ჩურჩხელა შევჭამოთ საახალწლოდ, ის უკვე ფაქტიურად კალორიაში თუდრის მთელი ჩვენი. თუმცა ჩურჩხელის დანიშნულებას ეგ არის, რომ მაღალი კალორიული ის. დიახ, მაღალ კალორიული საკვებია. ასევე ალკოჰოლი. ეს არის შემწვარი საკვები, გადამწვარი საკვები, ანუ ძალიან შებრაწული საკვები, ესეც რა თქმა უნდა პრობლემას უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. მე მინდა ვთქვა, რომ ამ დროს ძალიან ხშირია ქრონიკული დაავადებების გამწვავება და მწვავე დაავადებების აღმოცენება. ეს არის ახალი წლის მთავარი პრობლემა, რომელიც სამედიცინო კუთხით დგება და ექიმებს ძალიან დიდ პრობლემას უქმნის. აი ქრონიკულ დაავადებებზე გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბროთ, იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანია აქ საუბარი ეხება იმ დაავადებებს, რომელიც სერიოზული გართულების საფუძველით შეიძლება გახდეს ახალი წლის პერიოდში. ამაზე ცალკე ვისაუბროთ, მანამდე მაინც საახალწლო სუფრას დავუბრუნდეთ და რა თქმა უნდა ალკოჰოლს. ანუ ალკოჰოლზეც რო ვისაუბროთ, რამდენად დიდი საფრთხის შემცველია რეალურად ალკოჰოლის მიღება და მით უმეტეს, როდესაც პრაქტიკულად ერთი დღის განმავლობაში განსხვავებული ტიპის ალკოჰოლური სასმელის მიღება გვიწევს. თუნდაც ერთი ტიპის ალკოჰოლური საწვევს განსხვავებული მწარმოებლებია. ამ შემთხვევაში როგორ მოქმედებს ეს გადატვირთული ალკოჰოლური დატვირთვა? ჩვენ ვიცით, რომ და ყველა მიცის, რომ ძირითადად ღვიძლი არის ალკოჰოლის გადამამუშავებელი და გამანეიტრალებელი ორგანო ჩვენს ორგანიზმში. ამიტომ ამ დროს, როდესაც ხდება დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარება, ვერ ასწრებს ღვიძლი თავისი ფუნქციის შესრულებას და შუალედური პროდუქტი გადამუშავების გროვდება სისხლში. ეს იწვევს ინტოქსიკაციას, ეგრეთ წოდებულ ბჭყალებში პახმელია. რო ვთქვათ ასე, ალკოჰოლური დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღების შემდგომ სიმპტომს, რომელიც ძალიან ხშირად გამოიხატება გულისრევით, თავბრუთი, ღებინებით და ასე შემდეგ. მით უმეტეს თუ ადამიანი გამოცდილი არ არის ალკოჰოლის მიღებაში და მისთვის ყოველდღიური ჩვევა არ არის ალკოჰოლის მიღება და სტრესულად ღებულობს, ვთქვათ მაგალითად, დიდი რაოდენობა არის დაახლოებით 300 გრამი არაყი და ლიტრა ღვინო. ეს უკვე დიდი რაოდენობაა ჩვენი ორგანიზმისთვის. ამიტომ თუ დროში გაწელილად ღებულობენ ამას, ასე თუ ისე მით უმეტეს საკვების თუ ეხმარება და თუ საკვები და პლუს ამასთან თუ დგებიან, თუ გამოვლა ცეკვა, თქვათ დროის გატარება ერთვის ამას, მაშინ უფრო იოლად ხდება ამ ალკოჰოლის მიღებაც დიახ და სითხის მიღება. თუმცა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ არავინ არ აყოლებს წყალს ღვინოს, პირიქით არ ახსაყოლებენ ღვინოს და ძალიან ბევრი გაოცდება თუ ვეტყვით, რომ რეალურად პრაქტიკულად ძალიან მნიშვნელოვნად ამცირებს ალკოჰოლის მოქმედებას წყალი, რომელსაც ვიღებთ. დიახ, ფაქტიურად განეიტრალება ხდება, გაზავება ხდება და პლუს ამასთან უნდა ვიცოდეთ, რომ ალკოჰოლის მიღების დროს ძალიან ეცემა ორგანიზმში შაქარი ამ დროს და ვინც შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტია, იმან იცის, რომ ალკოჰოლის მიღების შემდეგ შეიძლება იყოს პოსტპრანდიალური ძალიან დაბალი გლუკოზის დონე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიური კომები. ალკოჰოლის მიღების გარდა ასევე მნიშვნელოვანია ბრძოლა ეგრეთ წოდებულ პახმელიაზე, ანუ ნაბოხუსებზე. კი ბატონო, იმ ინტოქსიკაციასთან, რომელიც თან ახლავს ალკოჰოლის მიღებას. და ხშირ შემთხვევაში არასწორი შეხედულებებიც არსებობს ამასთან დაკავშირებით. და ხშირ შემთხვევაში ამ ნაბოხუსებს ებრძვიან ისევ ალკოჰოლი. ეს რამდენად ეფექტური მექანიზმია და არის თუ არა მხოლოდ რაღაც შეგრძნებაზე დამყარებული განცდა, რომელიც პირიქით აბრუნებს მდგომარეობას. დიახ, თავიდან რა თქმა უნდა, ნაბოხუსებზე ალკოჰოლის
მიღება ამსუბუქებს სიმპტომებს, იმიტომ რომ ხდება სისხლძარღვების გაფართოება, რასაც შემდგომ აუცილებლად ახლავს სისხლძარღვოვანი სპაზმი. და ამ დროს ყველაზე უკეთესი საშუალება რომ გამოვიდეთ და ეს მდგომარეობა დავძლიოთ, ეს არის სითხის მიღება. რა თქმა უნდა, და თუ არაალკოჰოლური სითხის. დიახ, არაალკოჰოლური სითხის, ეს არის მინერალური წყალი, გაზავებული მინერალური წყალი, ვთქვათ, შეიძლება და სხვადასხვა ხსნარები, რომელიც მედიცინაში მოიხმარება, გააჩნია ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დონეს. რა თქმა უნდა, თუ ინტოქსიკაცია გამოხატულია, უნდა მივმართოთ ექიმს, ამ შემთხვევაში სითხე არის ფიზიოლოგიური ხსნარი დიახ, და სხვა ელექტროლიტები, რომელიც ის შემთხვევაში არის გადაჭარბებული ალკოჰოლის მოხმარებას რომელიც შეიძლება თანახმობს. პერორალურადაც მიიღოს, ჩვეულებრივად სახლში ადამიანმა არის აუცილებელი კლინიკა, მაგრამ თუ გამოხატულია, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს. მაინც ძალიან მნიშვნელოვანია ალკოჰოლზე მეტად ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია კვების ფაქტორი, იმიტომ რომ სწორედ კვება არის იმ ბევრი დაავადების მაპროვოცირებელი, რომელიც თან ახლავს ახალი წლის პერიოდს და ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. აი, კვების კონტროლი როგორ განვახორციელოთ, რა არის მნიშვნელოვანი, როგორ შეიძლება გადავანაწილოთ მენიუ ისე, რომ პირობითად ეს ზიანი არ მოგვადგეს. შეიძლება თუ არა ორგანიზმი მოვატყუოთ რაღაც საკვებით გავაჯეროთ და შემდეგ ნაკლები მოთხოვნილება გაჩნდეს სხვა საკვებით. აი როგორია მიდგომა ამ შემთხვევაში? მთავარი პრობლემა საკვების გადაჭარბებული მიღების დროს არა მისი მოთხოვნილება რეალური, არამედ ჩვენი ტვინი, რომელიც ითხოვს რაღაც განსხვავებულს და ითხოვს იმას, რომ რაც სუფრაზე დევს, ყველაფერი გავსინჯოთ. ამიტომ მოტყუება, რა თქმა უნდა, შეიძლება. მთავარი მაინც არ არის ის პროდუქტი, რასაც ვღებულობთ, თუ რაღაც ქრონიკული დაავადებები არ გვაქვს, არამედ არის პორციის რაოდენობა, ულუფის ზომა, რასაც ვღებულობთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ორგანიზმის მოტყუება შეიძლება პატარა ულუფებით და გაზრდა დროის ულუფებს შორის, იმიტომ რომ ტვინში დანაყრების მომენტი მიდის გარკვეული დროის შემდეგ, სიგნალი კუჭიდან ტვინს გადაეცემა სისხლის მეშვეობით, სადაც გლუკოზის რაოდენობა მაღალია და ტვინი ამბობს, არა, მეტი აღარ მინდა. ამიტომ დრო უნდა გავზარდოთ კვებას შორის და ასევე აუცილებელია, როცა მაღალ კალორიულ საკვებს ვიღებთ, რომ იქვე მის გვერდით იყოს საკმაო რაოდენობით ბოსტნეული, რადგან ბოსტნეული ხელს უწყობს აი იმ ნივთიერებების შეწოვას, როგორიც არის გლუკოზა და გლუკოზის სწრაფი ზრდა ჩვენ არ გვაწყობს არანაირად სისხლში, აი ამის პიკურ მაჩვენებელს ხელს უშლის ბოსტნეული, ანუ დაბალკალორიული საკვები და უჯრედისი, რომელიც აუცილებლად უნდა მივიღოთ. ეს არის მთავარი. ეს არის მთავარი, რომელიც თავიდან აგვაცილებს იმ მომენტალურ გართულებებს, რომელიც თან ახლავს ალკოჰოლის და ჭარბი კალორიების მიღებას და ასევე თან აგვაცილებს იმ ქრონიკულ დაავადებებს, რომელიც განუყოფელია ახალი წლის პერიოდში. სწორედ ამაზე ვნახოთ სიუჟეტი და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი სტუმართან. ახალი წლის დღეები განსაკუთრებით რთულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სწორედ საახალწლო პერიოდში იზრდება ექიმთან მიმართვიანობა მაღალი არტერიული წნევის, შაქრიანი დიაბეტის, კუჭნაწლავისა და გულსიძარღვთა პათოლოგიების გამო. კვების რეჟიმის დარღვევა, ცხიმიანი და მარილიანი საკვების ჭარბი მიღება, ალკოჰოლის მოხმარება და ძილის რეჟიმის ცვლილება. ეს ყველაფერი იწვევს ქრონიკული დაავადებების გამწვავებას. განსაკუთრებული რისკის ჯგუფში არიან ჰიპერტენზიის მქონე პაციენტები, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პირები და ისინი, ვისაც კუჭის ან ნაღლის ბუშტის პრობლემები აწუხებთ. მნიშვნელოვანი თარიღია 7 იანვარი, საშობაო მარხვის დასრულების დღე. მარხვის შემდეგ კვების რაციონის მკვეთრი ცვლილება, მძიმე და ცხიმიანი საკვების ერთბაშად მიღება ორგანიზმისთვის სერიოზულ სტრესს წარმოადგენს და შესაძლოა გამოიწვიოს კუჭნაწლავის პრობლემები, არტერიული წნევის მომატება ან სისხლში გლუკოზის დონის მკვეთრი ცვლილება. ექიმები გვირჩევენ, ახალი წლის დღეებშიც არ შევწყვიტოთ დანიშნული მედიკამენტების მიღება, არ დავარღვიოთ სამედიცინო რეკომენდაციები და კვება ეტაპობრივად, ფრთხილად შევცვალოთ. ვაგრძელებთ საუბარს სტუდიის სტუმართან. კაპიტან თამარ, რატომ იზრდება ახალი წლის პერიოდში ქრონიკული დაავადებების რისკი?
რატომ არის ეს პერიოდი სახიფათო და შეიძლება თუ რა ეს ქრონიკული დაავადებების სერიოზული გართულების მიზეზის გახდეს. დიახ, მე თავიდანვე გითხარით, რომ ექიმებისთვის ყველაზე რთული პერიოდი 31-დან იწყება, სადაც მაღალია 31-ში მაღალია ტრავმატიზმი, აი 31-ის შემდეგ უკვე მოდის ქრონიკული დაავადებების გამწვავების პერიოდი და მიმართვიანობაც ამ დროს იზრდება. რატომ? იმიტომ რომ იზრდება ისეთი საკვების მოხმარება, რომელიც იწვევს ამ დაავადებების გართულებას და გამწვავებას. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ პოსტპრანდიალური შოკი, ანუ საკვების მიღების შემდეგ აი ეს შოკური მდგომარეობა, რომელშიც ორგანიზმი ვარდება, ეს არის მაღალი შაქრები, მაღალი ინსულინი, ეს ძალიან რთულად მოქმედებს ადამიანზე და აი ასევე სწრაფი ვარდნა გლუკოზის, იმის გამო რომ ღებულობთ ალკოგოლს, რა თქმა უნდა, თუ ქრონიკული დაავადებები გაქვთ, შაქრიანი დიაბეტი და მაღალი ინსულინ რეზისტენტობა, ამ შემთხვევაში ყოველთვის გართულდება. ძალიან ბევრმა ადამიანმა თავისი დიაგნოზიც არ იცის. ვთქვათ, მაგალითად, აქვს შაქრიანი დიაბეტი, მაგრამ დიაგნოსტირებული არ არის. ამ დროს ხდება ამისი გამწვავება. თუმცა, შაქრიანი დიაბეტით დიაგნოსტირებულმა პაციენტებმა იციან ზღვარი პრაქტიკულად და არასოდეს ცდილობენ არასოდეს არ გადააჭარბონ იმ მაქსიმუმს, რომელიც მათთვის დაშვებულია. თუმცა აი ეს მომენტი, როდესაც არის არადიაგნოსტირებული შაქრიანი დიაბეტი, ამ დროს მიდის გართულებაში. ასევე კუჭნაწლავის მხრივ პირველ რიგში ხდება გამწვავება ქრონიკული დაავადებების, ეს არის გასტრიტები, ეს არის ნახულყენჭოვანი დაავადებები. ამ დროს, როდესაც ხდება ძალიან აქტიურად მოხმარება ცხიმიანი საკვების, ასევე სანელებლებიანი საკვების, ხდება კუჭის გადაჭიმვა ჯერ მოცულობით და შემდგომ ხდება გაღიზიანება ლორწოვანის. ასევე ნახულყენჭოვანი დაავადებები ძალიან ხშირად ხდება აი ეს ქვაკუთხედი, რომელიც საჭიროებს ოპერაციულ ჩარევას ახალი წლის პერიოდში, რადგან ხდება გააქტიურება ამ დაავადებების, გამწვავება და ხშირია მიმართვიანობა ამ კუთხით. ასევე შარდსასქესო ორგანოების მხრივ ჭარბი რაოდენობით სითხის, მათ შორის ალკოჰოლის მოხმარება ხელს უწყობს იმას, რომ თუ თირკვლებში არსებობს რაიმე კონკრემენტი, ამ დროს ხდება მათი დაძვრა და ხშირია მძინებული პრობლემა პრაქტიკულად აქტიურდება კვების გამო და ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი არასწორი რეჟიმის და კვების ბრალი. ასევე ძალიან ხშირია გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების გამწვავება, ძალიან ბევრი მედიკამენტი თავსებადობაში საერთოდ არ არის ალკოჰოლთან და ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება მათი მოქმედება ან სრულიად გაანეიტრალოს, ან პირიქით პოტენცია ამ მედიკამენტების მიღების შემდეგ გაიზარდოს მათი მოქმედების უნარი. მაგალითად, ალკოჰოლი და სედატიური საშუალებები, დასამშვიდებლები, ანტიდეპრესანტები ერთად კატეგორიულად გამორიცხულია. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ამ პერიოდში, რომ არის ძალიან ბევრი ვირუსული დაავადება მაღალი სიცხით. თუ გვაქვს მიღებული თუ გვაქვს მიღებული პარაცეტამოლი ნებისმიერი დოზით, კატეგორიულად აკრძალულია ალკოჰოლის მოხმარება, იმიტომ რომ ეს შეიძლება ღვიძლის მუწავე უკმარისობის მიზეზი გახდეს. ამიტომ ყურადღებით იყავით, თქვენ ტაბლეტებს შეიძლება პარაცეტამოლი არ ეწეროს, მაგრამ ნებისმიერი სიცხის დამწევის საშუალება შეიცავს პარაცეტამოლს და უნდა მიაქციოთ ყურადღება. პარაცეტამოლი პლუს ალკოჰოლი შეიძლება იყოს ღვიძლის მწვავე უკმარისობის მიზეზი. მნიშვნელოვანია უწყვეტობაც, ხომ, პრეპარატების ხშირ შემთხვევაში, რადგან ესეთი გადატვირთული რეჟიმი აქვს ორგანიზმს, ხშირად პაციენტები უარს ამბობენ ქრონიკული დაავადებების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებაზე და ესეც დამატებითი რისკია. ამ შემთხვევაში რამდენად მნიშვნელოვანია უწყვეტობა და გათვალისწინება, რომ არ დაირღვეს მიღების უწყვეტობა. არავითარ შემთხვევაში მუდმივი მოხმარების მედიკამენტების შეწყვეტა არ შეიძლება. აუცილებლად საჭიროა მკურნალ ექიმთან კონტაქტი
და კონტროლი თქვენი დაავადების. აუცილებლად უნდა შეეკითხოთ, რამდენად შეთავსებადია თქვენი მედიკამენტი ალკოჰოლთან და ის დოზა ალკოჰოლის რამდენი შეიძლება მიიღოთ ამ პრეპარატებთან ერთად. ეხლა ვერავის ვერ აუგრძალავთ ერთი ჭიქა ღვინოს დალევას და თუმცა ერთი ჭიქა ღვინო პრაქტიკულად არაფერს არ წყვეტს მედიკამენტების მიღების შემთხვევაში გარდა რაღაც გამონაკლისებისა, რომელიც აუცილებლად უნდა შეთანხმდეს ექიმთან, მკურნალ ექიმთან. აუცილებელია რომ არ შეწყდეს ქრონიკული მედიკამენტების მიღება. ეს არის მთავარი. თუმცა ასევე ახალი წლის პერიოდს ახასიათებს შემდეგი თავისებურება: საშობაო მარხვის დასრულება და ამ პერიოდში კვების რაციონის მკვეთრი ცვლილება. ეს როგორ მოქმედებს ორგანიზმზე, ეს აისახება თუ არა ქრონიკული დაავადებების გამწვავებაზე და ზოგადად მდგომარეობაზე? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მარხვის პერიოდი, თუმცა ეს მარხვა არ იყო ისე რთული, იმიტომ რომ ხსნილია თევზით და ასე თუ ისე მოიხმარენ თევზს თავის რაციონში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში რაციონის ცვლილება იწვევს ჩვენი კუჭ-ნაწლავის მხრიდან გარკვეულ ცვლილებებს და გარკვეულ გართულებებს. ამიტომ საკუთრებით, როდესაც სწრაფად ხდება იმ დიახ, დანაკლისის როდესაც შევსება. სწრაფად ხდება, თუმცა ვინც ნამდვილად მარხვაზეა, ვინც იცავს ამას წლების განმავლობაში, ეს ყველაფერი იცის და ზომიერებას იცავს, სხვათა შორის ძალიან იშვიათად რთულდება მათთვის. მაგრამ აი ახალბედებისთვის, რომლებიც ელოდებიან მარხვის დამთავრებას, რომ შემდგომ გაიხსნილონ და ყველაფერი ერთდროულად მიიღონ, ყოველთვის არის რაღაც გართულებები და განსაკუთრებით ცხიმიანი საკვების ცხოველური ცხიმის ჩართვის შემდეგ ჩვენი მიკრობიოტა, რომელიც ჩვენ ორგანიზმშია, ამას გადაჩვეულია გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ეს არის 1 თვე, 40 დღე თუ ასე შემდეგ და ეს მისთვის, რა თქმა უნდა, არის კვებითი შოკი. და ამ დროს ხდება სხვანაირი რეაგირება. შეიძლება იყოს დისპეპსია, გულისრევა, ღებინება, კუჭის აშლა, გახშირებული დეფეკაცია. ამ დროს ეს ძალიან ხშირად ახასიათებს ხოლმე ამ პერიოდს. რა ნიშნების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მოხდეს სამედიცინო ჩარევა? რა დროს არის რაღაც ქრონიკული დაავადების გართულება? საგანგაშო და უნდა მივაქციოთ ყურადღება. პირველ რიგში ეს არის ტკივილი, რომელიც არ გვაძლევს მოსვენების საშუალებას. ტკივილი ეს არის ის მექანიზმი, რომელიც ბუნებამ გამოიგონა იმისთვის, რომ ადამიანი გადარჩეს. და აი ესეთი შეუპოვარი ტკივილის დროს მუცლის არეში აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს. გამოიგონეთ გაუტკივარების საშუალები, რომ მე გადავწიოთ ეს ტკივილი. ხო, არა, თუ შეუპოვარია ტკივილი, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს. მუცლის ტკივილის შემთხვევაში მუცელი ისეთი ადგილია, სადაც ძალიან ბევრი ორგანოა და ძალიან ბევრ ორგანოს გართულება შეიძლება მოჰყვეს მუცლის ტკივილი. ამიტომ გადაუდებელ შემთხვევაში უნდა მივმართოთ აუცილებლად ექიმს. და ტკივილის ერთჯერადი და მრავალჯერადი გადადება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხე, რომლითაც სერიოზულ ზიანს ვაყენებთ ორგანიზმს და მაინც ბოლოს თქვენი რეკომენდაცია როგორ უნდა მოვიქცეთ ახალი წლის პერიოდში ისე რომ ორგანიზმს ნაკლები ზიანი მივაყენოთ და ნაკლები გართულებებიც იყოს ქრონიკული დაავადებების კუთხით. დიახ, ყველაფერში ზომიერება საჭირო და მე ძალიან მოხარული ვარ რომ ამ ბოლო დროს ხალხი გადაერთო საკვებიდან უფრო სხვა მიმართულებით და ცდილობენ რომ ახალი წელი დაიმახსოვრონ და ოჯახს დაამახსოვრონ სხვა აქტივობებით, როგორიც არის ქალაქიდან გასვლა, ქვეყნიდან გასვლა, დასვენება, აქტიური დასვენება და საკვები მეორე პლანზე გადაიწია. თუმცა არ არის სავალდებულო რომ ყველაფერი არამოდურადაც იქცა უკვე რაღაცა ძალიან გადაძესგილი სუფრა. მეც ასე ვფიქრობ, რომ ზომიერება საჭიროა და ნახევარი წლის ბიუჯეტი ერთი დღის განმავლობაში მოხმარებულ საჭმელზე არ უნდა დაიხარჯოს და ვფიქრობ, რომ ზომიერება არის საჭირო. ზომიერება საჭიროა ყველაფერში. ეს არის გართობა, ეს არის კვება, ეს არის სმა და ალკოჰოლის მოხმარება და ასე შემდეგ. რაც შეიძლება გადაჭარბებულად მივიღოთ ამ პერიოდში, ეს არის დადებითი ემოცია, ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთის კარგი განწყობის შექმნა, აი ეს შეგვიძლია მივიღოთ გადაჭარბებულად. დაწყებული კარგი ემოციები მთელი წლის განმავლობაში შეიძლება გაყვეს. გილოცავთ თამარ, დამდეგ 2026 წელს ბედნიერება, ჯანმრთელობა, სიხარული და ყველაფერი საუკეთესო მინდა გისურვოთ. მადლობა, მეც ასევე თქვენ გადაცემას აჭარის ტელევიზიას მინდა მივულოცო ახალი წელი და არა მარტო თქვენ.
მთელ საქართველოს და განსაკუთრებით ჩემს საყვარელ ბათუმს. მე ეს ქალაქი მიყვარს და არასოდეს აქედან წასვლა არ მომდომებია და მიყვარს ჩემი ბათუმელები. თქვენ ძალიან უყვარხართ ამ ქალაქს, საბრძოლო თამარ. იმედია გაითვალისწინებს მაყურებელი თქვენს რჩევებს და ნაკლებად მტკივნეულად და გართულებებით გადააგორებს ახალ წელს. დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ. შეგახსენებთ იმპულსის კითხვებს ოჯახის ექიმი თამარ დონდო აპასუხებდა. ამით კი ჩვენი გადაცემა დასასრულს მოიახლოვდა. ეს იყო მიმდინარე წლის ბოლო გადაცემა. შემოქმედებითი ჯგუფის სახელით გილოცავთ დამდეგ 2026 წელს, მომავალი წელი ჯანმრთელობის ბედნიერების და წარმატების მომტანი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. მომავალ შეხვედრამდე.